გამომშვიდობისა პირდაპირ ეთერშია მედია კავშირი ობიექტივი. მე ვარ ჟურნალისტი ნინო რატიშვილი და თქვენ უსმენთ და უყურებთ გადაცემას ღამის სტუდია. ჩემი სტუმარია ბატონი გოჩა ჯოჯოა, ქრისტიან დემოკრატების თავკაცი. მოგესალმები გოჩა, ვიცი დაღლილი ხარ 1 საათიანი ეთერი გქონდა, მაგრამ გმადლობ რომ მაინც დარჩი ჩემთან სტუმრად. სხვა არის მაინც ერთი არის, როდესაც შენ თვითონ საუბრობ და სხვა არის სტუმრად რო სრულიად სხვა, როცა სტუმარი ხარ და როცა რესპონდენტი ხარ, საერთოდ მე ვფიქრობ, რომ ჩემთვის უფრო კომფორტულიც არის სხვათა შორის. და უფრო მეტის თქმა შეგიძლია, შენი აზრის გამოხატვა, უფრო შეგიძლია იყოს სუბიექტური და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ქრისტიან დემოკრატების თავკაცი ხარ. იღებთ მონაწილეობას როგორც ქრისტიან დემოკრატი არჩევნებში? ამ არჩევნებში არ ვიღებ მონაწილეობას, ну ამას თავისი ბევრი, ასე ვთქვათ, მიზეზები აქვს. ეს არ არის გამომდინარე იქიდან ალბათ ვიღაცას რომ არ დარჩეს დაბეჭდილება ბოიკოტსა და არიან ბოიკოტის მომხრეები, არიან მომხრეები, რომლებიც ფიქრობდნენ მონაწილეობის მიღებას. აქ ამ შემთხვევაში ეს მომენტი არ იყო, რომ ხა ბოიკოტის გამო და ვთვლი, რომ აზრი არ აქვს, ან რატომ უნდა ღებულობდე მონაწილეობას, ასე ვფიქრობ. აქ უფრო ტექნიკური მხარეებია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი იმისათვის რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, ელემენტარული ფინანსური საშუალებები უნდა გქონდეს და ეს ყველაფერი, ასე ვთქვათ, წარმოქმნის იმ პრობლემას, რომელიც სინამდვილეში მე ვფიქრობ, რომ ალბათ დადგა კიდევაც ეს პრობლემა. ეს ვინც ღებულობს მონაწილეობას, არც იმათ არ აქვს. მე კარგად ვიცი, რომ იგივე ვთქვათ პატრიოტთა ალიანსი ასევე ურთულეს მდგომარეობაშია ფინანსურად, მაგრამ ის მართლაც მონაწილეობას ღებულობს და სხვათა შორის ძალიან დიდ უხერხულობებსაც უქმნის ქართულ ოცნებას და ჩანს კიდევაც ეს, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ პატრიოტთა ალიანსის მდგომარეობაში მყოფი პოლიტიკური ძალებიც არსებობენ, რომელთაც რეკლამების გაშვების საშუალებას აძლევენ, თქვა პატრიოტთა ალიანსს ეს არ აქვს. მოიცადე, არ აქვს როგორ არაძლევენ უფლებას, საშუალებას? ანუ უყურე როგორ არის კანონმა განსაზღვრა ესე, რომ 3%-იანი ბარიერი უნდა გქონდეს გადალახული იმისათვის, რომ მიიღო რეკლამა. ხო. სხვაგვარად არ გაძლევს. მაგრამ 3%-იანი ბარიერი ვინც ვერ გადალახა, ამიტომ ვინც გადალახა, ხო, ახლა სინამდვილეში 4 პოლიტიკური პარტია იყო და მერე იყო, აქვია პატრიოტთა ალიანსი და გირჩი, ხო, და დანარჩენები კიდევ უფრო ნაკლები. აი, მე ამას რატო ვამბობ? მაგრამ გირჩს არა გადალახული 3%-იანი ბარიერი, მაგრამ ასევე კიდევ გამოჩნდა, ხო, ჩემი მეგობარია ძალიანაც კარგი რომ გამოჩნდა, მაგრამ არ აძლევენ და ალბათ არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ალბათ უნდა მოახერხონ და მიაღწიონ. რა ფორმით ეუნებიან უარს და რით იხსნით? გარეგულირებელი კომისია. ეუნება რომ არა, შენ არ გაძლევ. აი რატომ? არ გამიძო არ გადალახული 3%-იანი ბარიერი. და რამდენად მართებულია რომ შეახსენა მარეგულირებელ კომისიას, რომ აი ვისაც არა გადალახული მათი ფორმაა რაღაცა თქობა მოსაძებნი ეხლა ეს დაახლოებით იმას არ უნდა გავდეს, აბა მე რო არა და იმას რატო ხო, იმიტომ თქვი რაღაცა რა ფორმით შეიძლება რაღაცა მოსაძებნი. ამის გარდა საინტერესოა რომ აქეთ თქვა ხმას არავინ არ იღებს. ყველანაირად ცდილობდა ხელისუფლება სხვათა შორის რომ არჩევნებში მონაწილე ბოიკოტი აწყობდა ყველაზე ძალიან ხელისუფლებას. ხო არის ერთი ნაწილი რომელიც ამობს რომ არა არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა რომ ესე თქვა ხო განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობა და ნაციონალურ მოძრაობას გამოყოფილი თქვა მეორე ეს ორი გუნდი არ ღებულობს მონაწილეობას და დანარჩენებზე მიდის საუბარი რომ ვინც ღებულობს მონაწილეობას ნუ ამის არის ანათემას არის ხო ყველა გადაცემული. სინამდვილეში ხელისუფლებას აწყობდა სწორედ ეს პოზიცია, რადგანაც როცა ნაციონალური მოძრაობა არ ღებულობს მონაწილეობას, მაშინ ის თავარი ნარატივი რომ ნაც მოძრაობას გავანადგურებ, ნაც მოძრაობას საშიში ნაცმოძრაობა მოვა ხელისუფლებაში, მე თუ არ ვიქნები. აბადონო არ არის ნაცმოძრაობა ხელისუფლებაში. იმაში საარჩევნო არ ღებულობს მონაწილეობას. ხო, ანუ ნებისმიერი უკვე ხმა, ხო, როგორც არ უნდა სხვასზე მიცემული ნებისმიერი ხმა ნიშნავს იმას, რომ ნაცმოძრაობას ხო არ აძლევ ხმას. მაშინ გამოდის რომ ოცნებას ართმევ ხო ხმას და ანუ ოცნებას ეჭიდავები. ამით ოცნებას ძალიან არ უნდოდა რომ მონაწილეობა მიიღო და მაგალითს გეტყვით რა ნიუანსებზეა ეს სხვათა შორის ეს ყველაფერი. მაგალითად ეს კანონის მიხედვით არის რომ სიას რო წარადგენ 40% უნდა იყოს დაკომპლექტებული. უმრავლეს შემთხვევაში რაიონებში არის 15 კაციანი პოლიტიკური ასე ვთქვათ სია საგრებულოს წევრებზე. 6 კაცის წარდგენა ნიშნავს რომ 40% გაქვს წარდგენილი და სია ითვლება. თბილისში არის 50 მთლიანად, აიდანაც 25 არის პარტიული სია. 25-ის 40% ხო უნდა იყოს მაშინ. არა, 50 წერია. ანუ 50-ვე უნდა იყოს.
მაჟორიტარია 25, მაგრამ სიაში 50 უნდა გქონდეს. რატო? იმიტომ რომ იქნება და სიის წარდგენა და ხა დიდ ადამიანებას დიდმა ნაწილმაც ხომ იცის რომ თქვათ გამსვლელი თქვათ არის 5-6 კაცი 7, მაგრამ ხა 50 მეათეთ რო ჩაგწერენ ხო ტყილა წერი ხარ ხო შეგრით იცი მით უმეტეს რომ 25 გადის და 50 მეათეთ რატო უნდა ჩაგწერონ ხო? აი მიუხედავად ამისა ამას რატო აკეთებ? რომ იქნება და ვერ მიიღონ მონაწილეობა. ეს იგივე შემთხვევა ხო არ არის დაუშვათ ეს მოთხოვნა მაინც მარტო პატრიოტთა ალიანსს არა ეს ყველაზე არის კი მაგრამ კიდე გეუბნები მაქსიმალურად ცდილობენ რას ხო ანუ კანონმდებლობას შექმნენ და მოარგონ მისთვის სასურველას აი როცა ვაძახეთ გაყალბება მარტო ის ხომ არ არის რომ ვიღაცამ გადააკეთა ციფრები ან ჩაყარა ხო ანუ არ ქმნი იმ სათანადო გარემოს ხო ისევე როგორც კანონი მიიღეს თუ ფულადი ბრუნვა არ აგაქვს შენ წელიწადში თქვა გაკეთებული რაღაც მაშინ საერთოდ რეგისტრაციიდან ხსნენ ანუ ფულადი კომპონენტი პირდაპირ შემოვიდა ირიბი კომპონენტი კი არ არის რომ არჩევნებში ფული გჭირდება და ფული გახდა უკვე ერთ-ერთი მთავარი განსაზღვრელი უკვე საკანონმდებლო სივრცეში შემოვიდა ფული როგორც განსაზღვრელი იმისათვის რომ პოლიტიკაში იყო ანუ მე ამას რატო ვამბობ რომ თანდათანობით ჩვენ უკან და უკან წავედით პოლიტიკურ ცხოვრებაში როდესაც ფული ერთ-ერთი მთავარი იყო და არა მარტო პოლიტიკურ ცხოვრებაში საერთო ცხოვრებაში ეს ვიცოდით ადამიანებმა მაგრამ მისი დაკანონება თუ პირდაპირ ხდება ეს უკვე ნიშნავს რომ ცოტა მორალთან პრობლემებიც გვაქვს თორე რასაკვირველია აი ხშირად მედის ხოლმე კამათი ხო დასავლური ქვეყნები რაში გჯობიან უნივერსალურები არც ისინი არ არიან ხო ნინო ხშირად კამათობთ ხოლმე მაგრამ შედარება არ არის თქვა იგივე საარჩევნო იმას როცა შევადარებ ყველას თითქმის თანაბარი აქვს ყველას მისდის რა ქვია იმაში არჩევნების დროს თქვა თქვენი პარტია ჩემი პარტია მოგდის კონვერტი სადაც ნინოც წერია გოჩაც წერია არის ერთი გამოყოფილი სივრცე სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას ანუ გათანაბრებულია გესმის ცდილობენ რომ თანაბარ მდგომარეობაში ჩააყენონ ხელისუფლებაც ოპოზიციაც გუშინდელი პარტიაც უფრო ადრინდელიც ჩვენ ამ გარემოსთან ახლოსთაც ვერ მივდივართ ხო ჩვენთან აგერ ხედავთ რომ დიდი ფული სადაც ტრიალებს მხოლოდ და მხოლოდ ეს ადამიანები საზღვრავენ პოლიტიკას და თანაც მიგვაჩნია რომ ეს ჩვეულებრივად ესე უნდა იყოს სოფლიოში ფული რა თქმა უნდა მაგრამ ახლა რაც თქვი ხო მუშაობს რაღაც გარკვეულად ზედაზღურები არსებობს ძალიან ბევრგან ანუ რას ნიშნავს ამაზე მეტის დახარჯვა არ შეგიძლია ხო ჩვენთანაც ხომ შეიძლება რომ რაღაცამდე მივაახლოვოთ მით უმეტეს ჩვენ ხომ არა ვართ დიდი ხნის ჩამოყალიბებული დემოკრატია ხო ჩვენთან ხო ეხლა ვიკიდებს ფეხს და ჯერ კიდე მენტალურად ჩვენში როგორ არის პირველი პირის მიმართ დამოკიდებულება ჩვენთან ხო ესეა ანუ რეალურად პირველი პირი ყოველთვის მართალია თუ პირველ პირთან კონფლიქტი მოგივიდა და წახვედი უღალატა პირველ პირს ხო ხელისუფლებაში როცა ხელისუფლებას მონარქად აღიქვავენ სინამდვილეში და ამ დროს თუცა კონსტიტუციურ მონარქიაზე ლაპარაკობენ მეფის შენახვას კაცუთელი ამბობენ ამ დროს პირდაპირ მონარქები ყავდა თუ გადავხედავთ ფაქტობრივად აღვიქვავდით ესე რომ ხელისუფლებასთან ჭიდაობა ცუდი ტონი იყო რატომ ეჭიდავები ხელისუფლებას რა გინდა რას ერჩი ხო აცალე რა რაღაცა რომ ვერ გააკეთეს ხომ არ ნიშნავს რომ ცუდია კიდევ ვაცალოთ იქნება და გამოსწორდეს ეს ჩვენს მენტალობაში ბუნებრივად იდოდა ცოტა ვერ დაგეთანხმები იმიტომ რომ ხელისუფლებასთან ახლა ბრძოლა და იარაღის აღებას არ გულისხმობ მაგრამ ოპონირების რეჟიმში სულ უნდა იყოს რაც არ უნდა კაი ხელისუფლება იყოს უნდა იყო ოპონირების რეჟიმში სამწუხარო ის არის რომ გაძლევს სასაუბრო თემას გესმის სამწუხარო პრობლემებს ახლა დღეს რო უყურებ სულ პროცესია ესე ქართულ ოცნებას უნდა ვიყოთ პროცესში აი პროცესი შედეგამდე სანამ მიხვალ და იმ შედეგს აი გეუბნება ხა თუ გინდა რომ შედეგი იყოს მე უნდა მომწეხმა თორე აი ნუ დამთავრებულია ყველაფერი ეხლა ნაცები აღარ ყავთ ეხლა აი ესეთი ხელი შეშლაზეა გადასული ხელისუფლება ეხლა ერთ-ერთი მომენტი მაინც არის რომ მიუხედავად იმისა რომ ნაცები აღებულობენ მონაწილეობას იმ შემთხვევაში თუ მე ამ არჩევნებში თქვა დავმარცხდი ხო მისი დაშვებაც კი წარო მაშინ ნიშნავს მაინც ნაცები მოდიან ანუ თქვენ და მეც რომ მონაწილეობა მივიღოთ და ოცნება დამარცხდეს ეს მაინც ნიშნავს რომ მაინც ნაცები ხო ნუ შექმნილია ეგეთი და სხვა შორის ხელისუფლებამ შექმნა ხელისუფლებამ შექმნა ის იმიტომ და ხა თქვენ წარმოვიდგინეთ ამ ხალხმა თან ერთი რამე მაინც ხო ვიცით
უმეტეს შემთხვევაში პრეტენზია რა არის ოპოზიციურ პარტიებთან, რომ ვერ ჯდებიან, არავის არ უთმობენ, არიან ამბიციურები, არიან და შეკედებენ, თუ ესეთი ამბი ნაცებს როგორ მიცემენ, მაშინ ამათმა თუ რაღაცა მოიპოვეს, ის ქართულ ოცნებას თუ რაღაც წაგლიჩეს, ნაც რა მიცემს, კაცო, შინაგანად ერთად ვერ ლაგდებიან და ეს პრეტენზია გვაქვს, რომ გინდა თუ არა მარტო თავისკენ ეკაჩებიან ყველაფერსო და ამ მოგებულს რატომ მიცემენ, ხო, სხვას, ანუ აღარ რჩება, ხო, აი სილამდვილეში რო ავიღოთ, ხო, აი მშვიდობა, რომელსაც ამბობს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნება რა შუაშია მშვიდობასთან და საგარეო პოლიტიკასთან. საკრებულოს ირჩევენ. საკრებულოს წევრებზე ალაპარაკი, ხო? ეს არის სახელმწიფოს კურსი, სახელმწიფო კურსი. ოღონდ აი პროცესის არ იყოს ის გამახსენდა გახსოვს ის თამაშობს ის იყო რა ქვია ვილუბიცე ძეძე ვეკითხე კასკადიური ფილმი როა ბელმონდო თამაშობს და გიყვართო ბავშვებიო იმიტომ რომ ბევრი ბავშვები იქაც უჭირთ ეს არის დაახლოებით 60-იანი წლები როდესაც კასკადიურად კი მუშაობს მაგრამ სამსახური ხშირად არ აქვს და სოციალურს იღებს და ამიტომ ჭირდება რომ ვითომ ბევრი ბავშვები ყავს და მეზობლის ბავშვები ესენი რომ გადმოყავს რომ გადმოძვრებიან მთელი ანუ იმ პერიოდისათვის ევროპას როგორ უჭირდა ხო რომ სოციალურად ასეც ხო და იქ არის ვეკითხე თქვენო ბავშვები გიყვართო და არა მე პროცესი ასე რომელთაც პროცესი მოიწონს სიამოვნებას პროცესში ღებულობ. არა, იცი რატო ადული მოსატყუებელია მაშინ, რომ პროცესში ვართ ხა და შედეგამდე რომ მივიდეთ, თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება. სულ მუდმივად. სულ და შედეგამდე ვერ მივედით, იმიტომ რომ უამრავი პრობლემა. იმიტომ რომ deep state-საც ვებრძვით. ბატონო? deep state-ს ხო ვებრძვით. deep state-ს. ხო, იმიტომ რომ ადული კარგი რამეა, deep state სახელმწიფო გვარი არა აქვს. დანარჩენს აქვს, ნუ მიშას ხონდა. deep state. არა ეს deep state სერიოზულად არსებობს უბრალოდ რაღაც ძალიან ისეთი გავლენაა ნინო გავლენაა რა სახელმწიფოზე ის არის შიდა ღრმა გავლენა ეს გავლენა ხო მუდმივად არსებობს ოღონდ არსებობს კარგი გავლენები როდესაც სახელმწიფოში არსებობდა ესეთი გავლენები და ყოფილა თუმეტეს დემოკრატიულ ქვეყნებშიც არსებობს ეს არსებობდა ჩვენთან deep state ყოველთვის არსებობს ეხლაც აი ჩვენთან უკვე მოირღვა გახსოვს ვიღაცა ტიპები ხო აი მაგალითად გამსახურდია თავზეს დაუპირისპირდა სწორედ deep state-ს ამ შემთხვევაში ეს იყო ინტელიგენცია იმიტომ ინტელიგენციის გავლენა დიდი იყო გამიგე და თან საბჭოური ინტელიგენცია იყო სინამდვილეში deep state-იც აი ეგ იყო იმიტომ რომ იმ გავლენა მოახდინა მე ის რომ ეს გავლენა ახდენდა ადამიანებზე ზემოქმედებას გამიგე და თუმცა ზიად გამსახურდია არა მე მადლობა უნდა უთხრათ დემოკრატიულ ამერიკის შეერთებულ შტატებს იმიტომ რომ მათი სურვილი იყო და სამწუხაროდ ჩვენი ხელით გავუკეთებინეს ეს და იმიტომ რომ რა რეცით ის რაც გამსახურდია და ვაღნეთ საქართველოს სინამდვილეში რაც გამსახურდიას უნდოდა ხო ეს არის ის ყველაზე დიდი და ძვირფასი იდეა რომელიც სინამდვილეში მისი არ იყოს რა ქვია იქ არის ფილმშია სხვათა შორის გლადიატორშია როდესაც ეუბნება რომ დიდი რომისო სრული ჩურჩულით ვამბობდითო ხმამაღლა რომ მტერს არ გაეგო და გამსახურდია მის რაც თქვა რომ რა კარიდორი რა შუა დერეფანი ხო ეს ქვეყანა იქნება კარიდორში ორპირი კარი იცის ეს იქნება ჩვენი ქართული სახელმწიფო რომელიც თავისით გადაწყვეტს ყველაფერს ანუ ის წინააღმდეგობაში მოვიდა საბჭოთა კავშირის დაშლა იმიტომ უნდათ რომ საბჭოთა კავშირი ანუ რუსეთის მიღმა კარიდორები გაკეთებულიყო ასე ვთქვათ იმ დერეფნები გაკეთებულიყო ენერგომატარებლების და გამსახურდია თქვა რა ეს ჩემს ქვეყანას უნდა ვკითხო და ჩემი ქვეყნის ინტერესი უნდა იყოს ხო ეს იდეალური ვარიანტი საქართველოს სწორედ გამსახურდიან ზიად გამსახურდიან შემოგთავაზა და რატო იყო როგორ ჩურჩულით უნდა ყოფილიყო სულ მოკეთებინა მაგის თქმა ესე ნიშნავდა ყველა შენი მოწინააღმდეგე იყო აი ამაშია ეხლა წაიღურე სინამდვილეში რასაც და ამით манипуლირებს მაგალითად ღემანდელი ხელისუფლება ჩუმად ნახე ჩურჩულით თორე ისე მინდა რომ ისეთი იყოს საქართველო მაგრამ აი მაშინ არ შემეძლო მაშინ ძალა დიდი იყო ზეწოლა კი უყურე ერთის ხრი რო ავიღო მე მესმის რატო უჭერენ ხარს აი ზუსტად მაქიდან გამომდინარე შინაგანი განწყობით ფიქრობენ რომ ეს რუსებსაც ელაპარაკება და ალბათ უნდა კონდეს კავშირები და ალაგებს იმიტომ რომ აგეროს ოპოზიცია ეს იმედი არის ნახეთ იმედია ხო ეს იმედი იმათთან დალაგებულია აბა სხვანაირად გიჟი ხომ არ არის რომ ამ ხელმარას მეტა კონდეს დალაგებული მაგრამ რო არა აქვს დალაგებული აი უყურე იმაში რა ქვია მიზნობრივობაში შესრულება აქვს ამას საშინელი. ანუ მე შეიძლება დავსახო კეთილი მიზანი, რომ აი მინდა რომ ყველაფერი ნინო კარგად გქონდეს, მაგრამ შესრულება ამის ისეთი იყოს, რომ ფეხი მოგწყდეს, ყელი მოგწყდეს, დაიქცეს, სახლი
ამას როგორ აკეთებ აქ მნიშვნელობა, გესმის? აი ამ ფორმით, როდესაც შენ გინდა დაუპირისპირდე დასავლეთს, ხო, წინა რესპონდენტი იყო, მაშინო იყიდაოს უყველაო კაცო და იმიტომაცო რა იყიდაო? ანუ თელი დასავლეთიო სააკაშვილო მეთქი ხო დათმო ხო არ შეეძლო რომ დათმო ხა დაათმობინეს. ხო, ანუ დაათმობინე. არა, არ შეეძლო, სააკაშვილს არ შეეძლო, იმიტომ რომ ვისი ფიგურაც იყო, იმა დაათმობინეს. ანუ გავლენა ქონდა დასავლეთს მას. Deep States. ხო, არა, ანუ დასავლეთს ქონდა გავლენა. თქო, დასავლეთმა რომ შენ თუ გინდა რომ მაქვეყნიდან რომ წახვალ, კი არ დაგიჭირო და კი არ გაგატყაო. არამედ წამოხვიდე ჩემთან და ნორმალურად იცხოვრო. ამიტომ შენ უნდა გადადგე. ეხლა გადადგე რა წააგო რა არჩევნები და ცნო ის რაც არის შედეგი. წააგო რა სერიოზულად წააგო. თორე ხათრით კი არ წააგო. მესმის, თუმცა შეეძლო, ნინო, ხლა კიდევ ხელისუფლებაში რომ ხარ, ვერასდროს ვერ მოვიდე. აი, თუნდაც საწყალი ლევა. ხელისუფლებაში რომ მოვიდე, მე და შინაგანად ჩავთვალო, რომ სულ არ მაინტერესებს არავინ. როგორ უნდა მომიგო არჩევნები? პოლიცია ჩემია, საარჩევნო კომისია ჩემია, სასამართლო ჩემია, ყველაფერი ჩემია. ლევან გაჩეჩილაძე ღმერთმა ხო, ვერ მოიგო. აი, ლევან გაჩეჩილაძეს დროს ხო ვერ მოიგო? ვერ მოიგო. კი ბატონო. და როგორ ხო, მაგრამ აქ საკითხი როგორ დადგა? გავიდა რა ყველა შენი ის დრო, იმიტომ რომ ვადები აქვს. ის კომბინაციის ჩატარება, რომ პრემიერ-მინისტრი უნდა გამხდარიყო. გახსოვს კაცო ეგ ვარიანტი იყო, რომ გახდება პრემიერ-მინისტრი, ამზადებდნენ პრეზიდენტად ვიღაცას, პრემიერ-მინისტრს გაუზარდეს უფლებამოსილებები. და ამ დროს დასავლეთმა უთხრა მაინც ერთ უძმახა რა. ზუსტად იგივე გააკეთა პუტინმა. გაიწია და ხა მან იყო ეგ მომენტიც სხვათა შორის იმ პოლიტიკური სპექტრიდან ჩვენ ეგ დაუყენეთ ამ დასავლეთს და უთხარით კიდევაც. მოიცადე თუ პუტინთან ეს ცუდი რამე გააკეთა და თურმე ეს დემოკრატია არ არის, სააკაშვილთან როგორ იქნება? ხო ხა იმათმა შემოქმედებს გითხრეს მართლები ხართ. ანუ ეხლა რატო ვერ ის რა ქვია? თუმცა იქ იყო ძალიან სუბიექტური არა, ობიექტური, მაგრამ აი ადამიანებისთვის ძალიან გულთან ახლოს მისატანი უსერიოზულესი პრობლემა, რაც თელმა საქართველოს და მსოფლიომ ნახა. რა კეთდებოდა სისტემურად, აი სისტემის სახით და ეს არის ციხის კადრები. მაგრამ უკვე იქაც ისინი ჩიძულებული გახდნენ, რომ ხა ყველაფერს აბა. ნამდვილად, იმიტომ რომ ყველგან ყველაფერი ხდება, ეხა ყველა ციხეში, ყველა სახელმწიფოში და ვიცით ხრეები ხდებოდა ამერიკის შეერთებული შტატებში. კაცო გუანტანამოა ბოლო ხო ახლა. მაგრამ როცა ამას სისტემური და აი ასეთი სერიოზული სისტემური ხასიათი აქვს, ამას უკვე გასაკვირველი. აი ჩვენ გვეშინია რომ აქამდე ამ მდგომარეობამდე შევდივართ თანდათანობით და მე არ მაწყობს რომ რევოლუციური სიტუაცია შეიქმნას ახლა ამ ხელისუფლებასთან, იმიტომ რომ რევოლუციურ სიტუაციას მაინც არ მოაქვს კარგი. ვარდების რევოლუცია იყო. სიტუაციაში ნამდვილად კარგი. ვარდების რევოლუცია იყო, ნინო, სროლა არ ყოფილა, ერთი სისხლი არ დაღვილა, ერთი ინციდენტი მოხდა და ყველა ჩაჩქმალული აქვს, შემთხვევით მართლა გაუგებო სისტემური არ ყოფილა, ხო? ამ სიტუაციაშიც კი რევოლუციური იყო და უნდა არ გინდა რევოლუცია, როცა მოდიხარ შენ იმ რევოლუციონერებს ანგარიში უნდა გაუწევ. ის სიტყვა მოიტანა და მაშინ თუ გულშემატკივრობდი აი იმ ძალას ვარდების რევოლუციას. კი, მაშინ გულშემატკივრობდი ერთი მიზეზიდან გამომდინარე. რომ ეს კარგს არაფერს და პიროვნულთვისე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ნინო, პირდაპირ ორივე ვიცნობდით მიხეილ სააკაშვილს. გაგვენსაზღვრა, ხო? ეს კარგს არაფერს მონაწილეობდი კიდევაც არჩევნების დროს ვიყავი ნაძალადების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი და ვიყავი მაშინ რა ქვია. რატო იმედი გქონდა, რატო იღებდი? და უკვე მე ამას ვამბობდი, წარმოიდგინე, დაახლოებით 40-50 ადამიანი როზის სხდომას რო ატარებ, ხო, შენი შტაბის წევრები და სურათი იყო გამოგრული, ჩემი და მიშასი ერთად გადაღებული, ხო, როგორც ხდება, იმიტომ მაჟორიტარიც, ასე ვთქვათ, ჩემი იმისგან ვიყავ. და ვთქვი, აი ამას მეთქი. ეხლა უდგევარ გვერდში ერთი რამის გამო. შევარნაძის წაქცევა მარტო ამას შეუულია, მაგრამ როგორც კი შევარნაძის წაქცევს მეთქი, მე პასუხისმგებელი არა ვარ მე მის მოქმედებას. მე შეიძლება მე ოპოზიციაში წავიდები. ზუსტად იმავე საღამოს ვანო მერაბიშვილი მიირეკავს, იმიტომ ეს 50 კაცი, იმიტომ ვთქვი რომ მიეტანოთ კიდე. შენ უკვე ოპოზიციაში ხარო, მეთქი უკვე ოპოზიციაში რას ნიშნავს ვანო. თვითონაც მე ის პარლამენტი ჯერ კიდევ შევარნაძის პარლამენტი დარჩა, кайხნით. და მთელი შევარნაძის გუნდი გადავიდა მიშას მხარეზე და მოქალაქეთა კავშირის და პრეზიდენტის იმისი, რა ქვია, უფლებამოსილების ცვლილება იყო და გაუზარდეს მიშას თავიდან რა გაუჭირე მხარი. აი, იმიტომ რომ შევარნაძის შეცვლა აუცილებელი იყო.
შევარდნაძე ისედაც ცას ხარ გამოეკერებდა აი ნახე ეხლა აი რატო ივანიშვილი ოდისმე შეიცვლება ხო ცას ხარ გამოეკერება შევარდნაძე და ივანიშვილი ეხლა ასაკობრივად განსხვავებული სიტუაცია იყო და ის ვითარება ხო რაც იყო მაშინ შევარდნაძე ძალიან დიდ იმებზე მიდიოდა უკვე იმიტომ რომ ვეღარ წდებოდა თავისი მთელი არსიც მაგაში უყურე მე სადაც ვიყავი იმ გუნდს შევარდნაძე ხوار მოუგია იქ შევარდნაძე რო არ გადამდგარიყო და ის პარლამენტი რომელიც ასე ვთქვათ შემდეგი საპარლამენტო არჩევნები რო არ გადამდგარიყო ის და ჩატარებულიყო ნორმალურ სიტუაციაში მაშინ პოლიტიკური სპექტრი ძალიან სრულიად სხვანაირი იქნებოდა მიშა ვერ მოიგებდა და იმან თან ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ მიშა მოსულიყო სხვათა დაიკადნა კიდევაც აი გინდათ აი კი აი მეც მაგის მეშინია რომ ამასაც აქვს გავსიტვისები შეიძლება რომ არ არის ბევრ რამეშია მსგავსება იმიტომ რომ არ მსგავსება როგორ არ არის იმიტომ მკითხე ეს რომ აი დღესაც ეგეთ სიტუაცია ნახე რა მსგავსება როგორ აი თუ მე არ მომცემ ხმას ხო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ მიშა მოიყვანოს არჩევნების დროს და სერიოზულად მისცა ხალხმა და სამწუხაროდ ჩვენი ახლობლებიც იყვნენ ხა სახელებს და გვარებს აღარ ნუ არის ჩეულებრივი ხმა იმიტომ ივეცი რომ მაშინ დააკლდებოდა ის ვერ განსაზღვრეს რომ იმას რატო აკლდება აგება მაინც აიღებდა იმ ხმა რისი თქმა მინდა დღესაც აი ნახე როგორი ვითარება აი დღეს დღევანდელი რევოლუციური სიტუაცია რა თქმა უნდა ჩვენთვის მიუღებელია მაგრამ იცი რა შენ თუ დაუჭერ ამ რევოლუციას ხავს რომ მე ჩადგე ოპოზიციაში რამდენად გამართლებული იქნება აი უყურე როგორი სიტუაცია მოდი აი როგორც მაშინ მაგალითად დაეხლა პატრიოტთა ალიანს აი მაპეტე სანამ ბოლომდე გეტყვი აი ნახე შენ გინდოდა რომ შევარდნაძე აღარ ყოფილიყო ესე იგი შენ იცოდი რომ ეს საშინელებაა მოდის საშინელება არ ვიცოდი მაგრამ გამომდინარე რასაც შენამიდან გამომდინარე რასაც იცნობდი რომ ეს შეიძლება გამხდარიყო მართლა საშინელება პოტენციალი რა შეიცი რომ ჩვენ ისე ვიცნობდით მიხეილ შეიძლება ვიღაცა ზედაპირულად იცოდა ჩვენ ისე კარგად ვიცოდით რომ ეს კარგს არაფერს მოიტანდა მთელი თავისი შემადგენლობით ხომ და აი ნახე რამდენი უბედურება მოხდა ღირდა აი ამას გეკითხები და მე ისე შეიცვალა მაგრამ სანამ წავიდა და სანამ ამას მივაღწევდით რამდენი უბედურება რამდენი სისხლი დაიღვარა რამდენი ცუდი რამ მოხდა ხო ხო მაგას ხო ესე ვერავინ ვერ წარმოიდგენს რომ აქამდე მივა ხო სიტუაცია ხა მაშინ ცვლილებები საერთოდ არ მოხდებოდა ცვლილებები უნდა იყოს აი ეხლაც ამითი манипуლირებს ქართული ოცნება იგივეს გეუბნება ნახე მე თუ არა იქნებიან ისინი და მანახე ხა ჭკუად ყოფილი ადამიანი საქართველოში ვისაც უნდა რომ ესენი წავიდნენ და ისინი მოვიდნენ არა მგონი ნახა ბუნებრივია იქნებიან რაღაცა ნაწილი არის გაჩვენილი რომ ის ნაწილი თulis უმრავლესობა არა ამას შენივრად манипуლირებს ქართული ოცნება სულ პროცესშია სულ გეუბნება აი მე რომ რაღაცა და მე შერაგეშოლება ისინი მოვლენ შედეგამდე ვერ მივდივარ ომში იქნებიოდა ხე ერთის ხომ რო აიღო ისე ჩვენში რო დარჩეს რასაც ამბობს პრინციპში იმ საშიშროებებზე არის იქ სიმართლე რა რაღაცა სიმართლე რაციონალური მარცვალი აქვს ამ ერთ შემთხვევაში მხოლოდ თუ ის ადამიანების ჯგუფი მოვიდა რომლებსაც ეს ერთხელ უკვე გაკეთებული აქვს ხო იმიტომ შეცდომები აქვს რა დაშვებული ან პირდაპირ დანაშაული როგორ ჩვენ ვერ მივახცეთ იმას რომ თუნდაც ის კომისია რომელიც შეიქმნა საბოლოო ჯერ სადამდე დავიდა ის სადამდე დავიდა ეს კომისია რომ დაიჭირე ზურა ჯაფარიძე დაიჭირე ისა რა ქვია ბადრი და ისინი რომ კომისიაზე არ მოვიდნენ ეს შედეგი დავდეთ მისულიყვნენ და სხვა რამეს გეუნები შედეგი ხო იქ უნდა დამდგარიყო ამ კომისიას რა უნდა გამოეძლებინა ღალატის ხო ეს პროცესი არ თავდება ხო და ველოდებით პროცესა შედეგს და ნახოთ რა იქნება შედეგი კიდე მოსავიტავართ ლახოთ და რომ ნახე რა იმაში გვაცხოვრობს ეს ხელისუფლება ეს ხო სინამდვილეში რატო რომ მიეღო ნაცმოძრაობას მონაწილეობდა მაშინ შედეგობრივად უკვე რაღაცა უნდა არა ნაცმოძრაობასაც კი არ მიაღებინა მაგრამ არ ვიცი ამას კიდე გეუნები რაში არ მიაღებინა მონაწილეობა არ მიაღებინა ეხლა ხო ეხლა რომ ნაცმოძრაობა ყოფილიყო შედეგობრივი თვალსაზრისით რაღაცა ხო უნდა დადებულიყო მიშა მოღალატე ან რაღაცა რახან ეხლა არ არის ახლა გადადებულია გვერდზე ხო ეს ყველაფერი იმიტომ რომ დაჭირდება მე უნდა დამთავრდეს ეს პროცესი კაცო ეხლა ხო არ ჭირდება ეხლა ვის წინამდე ჭირდება აი ხა ყველაზე ცუდი იცი რა არის მე თავიდანვე საპარლამენტო არჩევნების დროსაც მაგას ვამბობდი გადაცემაში რომ ქართული ოცნება ორი საკითხი არის манипуляციის ეს ეროვნულობით манипуლირებს ისინი კიდე ვიზა ლიბერალიზაციით გესმის და ეს ორი არის манипуლირების საგანი და ქართულ ოცნებას რეალურად ეროვნული
ნამდვილად არ უნდა თავის გვერდზე, იმიტომ რომ შედეგს მოსთხოვს ის რეალურად ეროვნული და იტყვის რომ სულ პროცესში ვარ, აღარ შეგვიძლია დადეს შედეგი რა. ნუ ერთადერთი შედეგი რაც დაიდო, ომი არ დაიწყო. დიდი მადლობა. ხო, ნუ ახლა ნამეტანი იდიოტობა უნდა გაგიგე, ამას სიბრძნე ხო არ ჭირდებოდა. ხო. ჭირდებოდა სიბრძნე რომ მეუბნება. ხო, ნუ ახლა ომი ახლა როგორი ბრძენები არიან, შენ წარმოიდგინე, სიბრძნე აგერ შეხედე გვერდზე რა გააკეთეს, კაცო, ერთმანეთს ნასროლი რო კონდათ ისინი ჯდებიან ერთად ალაპარაკოთ. გაანებე თავი კიდე დანარჩენს ვასაკითხებს, ზანგეზურის დერეფანი იქნება, არ იქნება. ერთმანეთთან ასეთი დაპირისპირებული სომეხი რო აზერბაიჯანელი იყო და დაჯდნენ ალაპარაკოთ. სიბრძნე ეგ არის. არა, ეგ კიდე უკვე სხვა თემაა. დანარჩენ ხა ომში, რატომ უნდა მოხვიდრიყავით? შიდა, აი აქ ჩვენთან ეს პოლარიზაცია, მე და შენ ხშირად ვკამათობთ, პოლარიზაცია უფრო გადიდება, სანამ სამართალს არ აღადგენს და სანამ ბოლოს და ბოლოს დამნაშავეს, ხო, არ მოსთხოვ პასუხს. მიხეილ სააკაშვილი ციხეში ვერ გადაყავთ, რომელ შედეგებზე მელაპარაკებია. იმიტომ არ მჯერა. არა, იცი რა არის, მოდი ხა არ დავიწყოთ, ნახე, გოჩა, მე არ მინდა არავინ იჯდეს ციხეში. დანაშაული რო ჩავიდინო ჩავიდინე დანარჩენ ჯვარი მწერია, მაგრამ მან როგორ არ უნდა ასე ურჩევნია რო კონდეს თორე ხე იმას შემთხვევით რომ რაღაც დაემართოს მართლა და არა გვაქვს ჩვენი. იცი რა არის, თუ იმისი თავი არა გაქვს რომ ერთ კაცს ციხეში მოუარო, მაშინ საერთოდ კაცო ბაჩიაშვილის რაგერ მომიყვნენ რომ თურმეო თავისთავი აცემინაო, კაციო, გადმოაყვანინაო, დანიდანო, იმაშიო, რუსთავშიო თუ და შევიყვანა ციხეში და ეს იყიდაო და ეხლა მიშას როგორ დაიცავ? არა, მიშას დაიცავ ციხეში და არ არის ციხე, ხო იცი? როგორ დაიცავ თუ აგერ გეულები? ელენე თევდორაძესთან ერთად სულ ციხეში მესმის მაგრამ ამბობს რაშია საქმე იცი არ არის აუცილებელი რომ ვიღაცა გადმოიყვანო და მრავალ დიდ საკანში ყავდეს ცალკე საკანში საერთოდ პირველი პირები ცალკე საკანში იხდიან სასჯელს და მოიხადო სასჯელი იმიტომ რომ ბაჩიაშვილთან რა დაემართა არ ვიცი ნუ აბა როგორ მოხდა რომ ბაჩიაშვილთან შევიდა ტიპი და გალახა და საბოლოო ჯამში ხელისუფლების ვერსიაა ეს რომ ამან გააკეთა ეს მასაწყობდა ყველა. ანუ მიშას რომ შევიდეს ვიღაცა და მოკლას, იტყვია რომ მიშამ ჩააწყო. ხო და ეგ არის მოვლა, იცი რა, ციხეში ადამიანის მოვლა. გახვრეტილია ნინო. კორუფციულ სახელმწიფოში საბოლოო ჯამში მივედით იქამდე რომ აი ხლა ნუ ამართლებ რა ხელისუფლებას რომ მიხეილ სააკაშვილი არ გადაყავს სამაგალითო ციხეში. არ შეიძლება. ასე ჭირდება. ისევე როგორც გახვრეტილია თქო. ჯანგველაძის კვლელობა ნიშნავს რომ ყველა სტრუქტურა გახვრეტილი იყო. გესმის? ეს პრობლემა აქვს მას. არა, ეს სერიოზული პრობლემაა. ანუ რატომ გახდა? გახვრეტილია. ვერ აგებს პასუხს. რომც მოთხოვო ერთადერთი გამართლება აქვს რომ მე რა მექნა. საზღვარი გახვრეტილი მაქვს. შიგნით რა ხდება? გახვრეტილია. რატომ მოიხსნა ეს ადამიანები სულ ყველა? მიხვდა მაგდენს. ანუ კორუფციული შევარდნაძე ვერ მიხვდა, როცა აგვარჩევნე. გახსოვს შენ პირველი პერიოდი, როცა ნაცებიც ფულზე რო წავიდა ლაპარაკი, არჩევნებს ფული ჭირდება. და ზოგიერთმა გუბერნატორებმა და იმას გარო ელოდებოდნენ ფულის მოტანას, რო გაიგო, ფული არა გვაქვს, ეს არა გვაქვს, ის არა გვაქვს, აბა ვიძია მიხედეთ თავსო. ისეა, ესეც ატყობს, რომ კორუფცია აქვს ქვეყანაში და როცა პირველი პირი და სულ პრობლემა ქონდა. სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდა, გახსოვს თავის ნათესავები დაიჭირა. ვიღაცამ გზაზე მოატყუა, რომ ასფალტი მოიპარა. ვიღაცამ რაღაცა იმაში მოატყუა და ასეთ სისტემას როცა ქმნი კორუფცია გექნება. ეს ბუნებრივია, სახელმწიფოშიც იგივე დაემართა. იქაც კორუფცია ქონდა. იმიტომ რომ როცა შენ არ აგა გამჭირვალე სისტემა, სტალინს არ ქონდა კორუფცია ხრიტავდაო და სინამდვილეში არ იყო პოლიტიკური ისეთ პირდაპირ კორუფცია არ იყო, მაგრამ ის რაც მოხდა, იყო. რა თქმა უნდა. იყო. კიდე რა არის, აი პირველი პირები, ეხლა მე ახლოს ვიყავი ბატონ ზვიათან, გამსახურდიასთან, ბატონ ასლანთან, აბაშიძესთან და მე ვუყურე ხო მომსწრე ვიყავი როგორ ხდებოდა ცვლილებები და აი 100%-დან რაღაცა 50%-მდე რა განაპირობებდა იცი ამას და სხვა შორის ივანიშვილიც ამ მდგომარეობაშია ნახე მასთან ადამიანებს ის კი არ უნდათ რომ რაღაცა არა უნდათ რომ პირველები იყვნენ პირველთან კი ეს ძალიან სერიოზული და პირველები მე ვეღარ ხვდებიან რომ და სულ ვეუბნებოდი სხვა შორის ასლან აბაშიძეს გარემოცოს რომ თქვენ ნუ ცდილობთ რომ თქვენ იყოთ პირველები ასლან აბაშიძესთან თქვენ საქმე აკეთეთ მაგრამ არა ესე არ ხდება ხო აი დღესაც ეს სიტუაცია აქვს მე დარწმუნებული ვარ ეს არ ხდება ნინო იმიტომ რომ და იმიტომ არის ამდენი კორუფცია ამდენი მიშვებული რაღაცები იგივე გახარიაზე სულ იმას ვამბობ არანაირი
არა მაქვს ხა მე სიმპათიური პირიქით, ძალიან უარყოფითად ვარ განწყობილი, მაგრამ ვერ გავიგე სახელმწიფოა თუ ბოსელი. ამდენი რამის მერე პრემიერ-მინისტრად თვითონ დაინიშნა თავი? ანუ და მე ამ ყველაფრის გამართლებები. ხო, ახლა თუ გამართლება გინდა, ახლა ჩვენ ადამიანები ვართ, დავანებოთ თავი პოლიტიკას. პირად ცხოვრებას ჩვეულებრივად ამდენჯერ არის რომ მეგობარია, შენი ახლობელია, ერთი შეცდომა დაუშვა, მაგრამ როცა ვიღაცა მასზე ცუდს ამბობ, ცდილობ რომ ყოველ შემთხვევაში თუ ბოლომდე არ ამართლებ რაღაცა ხო, შეცდომებზე ნამდვილად დანაშაულებებზე უკვე ვიცი, გეთანხმები. ჩვენ ხო სინამდვილის საზოგადოება გვყავს, რომელიც დანაშაულებებს ვერ ხედავს საერთოდ. ყველგან შეცდომებს ხედავს. ну ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა ეს რომ მოიყვანა ხელისუფლებაში. შეცდომა დაუშვა ერთ პრეზიდენტთან, შეცდომა დაუშვა მეორე პრეზიდენტთან, შეცდომა დაუშვა ერთ პრემიერთან, შეცდომა დაუშვა მეორე ანუ სულ შეცდომებია, გესმის, დანაშაულებები არ არის. როგორ არ არის უამრავი დანაშაულებები? საქმეც მაგაშია. განათლების სისტემა დანაშაული არ არის? ის რომ შობადობა გაცილებით ნაკლებია სიკვდილიანობაზე, ეს სახელმწიფოს რაღაც პასუხისმგებლობა არ არის? ფორმალურად მაგის გამო წავიდა. გარდა ამისა, მიგრაციის პირველად მაშინ გამოჩნდა, რომ იყო, რა ქვია, შობადობა ასწრებდა, შობადობას ასწრებდა სიკვდილიანობა და სოფლიო იმაში გამოცემული, ეს იყო და მე აი შაშინელება რა ელაპარაკი ახალგაზრდებს, ხა ამ ბოლო მოვლენების მერე ძალიან ხშირად და მაინტერესებს. იცით რა არის, მათ აბსოლუტურად არანაირი აი ასე გუშინაც ქონდა საუბარი, რომ არანაირი პერსპექტივა არ აქვს ჩვენ საქართველოში. აი ეს განწყობა, ეს ნიჰილიზმი, არაფერს არ აკეთებ, როგორც ხელისუფალი, ბლა ბლა ბლა, მარტო და ხარ აი ამ გაუთავებელ პროცესში, შედეგებამდე ვერ მიხავს. ისედაც რო აიღო ნინო, ახლა აი ჩაულებრივად აიღოთ. უმაღლეს სასწავლებელში შედიხარ, რომ პროფესია შეიძინო, ხო ესეა? რა პროფესია უნდა შეიძინო? აი საქართველოში რა არის, რასაც ერთია იურისტი, ხო, ერთ-ერთი პროფესია. ექიმი, იურისტი. ექიმი, იურისტი, ექიმიც კიდე როგორი რამეა, იცი? ძალიან ბევრი წვალება უნდა. და ის ფასად აღარ არის. ადრე რო იყო, ადრე ის მაინც იყო რა, ხელფასი ქონდა, მაგრამ ხელფასის გარდა ადამიანების სოციალურად საშუალება ქონდათ. ნინო, განა დაკარგეს. ქართულს არდოს არ დაუკარგავს პატივისცემის შეგრძნება, მაგრამ საშუალება აღარ აქვს რომ აჩუქოს იმ ექიმს რამე, გამიგე, ვინც მოარჩინა, თორე როგორ არ უნდა. და უნდა და ეს ჩაულებრივად გვაქვს ეს შინაგანად. ანუ რა და რა რეები დარჩა დანარჩენზე რისთვის რა სოფლის მეურნეობაში რაში გჭირდება სოფლის მეურნეობა არ აქვს ხო საერთოდ მომსპარია მანქანათმშენებლობა არ გაქვს მშენებლობა გეოლოგია ინჟინერია არაფერი აღარ არა რატო გვაქვს კურიერობა ტაქსის ბოლობა აი უმაღლეს დამთავრებული კარგად რო ენა იცოდი ალბათ არა მე არავის არ ვაკნინებ რა სისულელია მაგრამ სამუშაო ადგილებს რო არ აქმნიდა თან საქტატის მონაცემები და რაღაცები მატყუებ კი მაგრამ მე აქ ცხოვრობ ხო არ ცხოვრობ ალიასკანზე მან კიდე საოცრება მოხდა უყურე ხე ეკონომიკას რო გადავარჩინო ეკონომიკა ხელისუფლება ამას ამბობს ეკონომიკა რო გადავარჩინო ამიტომ მე იძულებული ვარ რომ ქართველი რომელიც აღარ მუშაობს აი კურიერად და ის წავიდა იმიტომ რომ დღეში რომ მივცევ თქვა 150 ლარი ხო ამ კურიერს ქართველს არ ყოფნის და წავიდა და მუშაობს იმაში 150 ევროს ღებულობს მინიმუმ ევროპაშია წასული პაკისტანს ყოფნის არა და ვიეტნამს ხო არ მოკვდება ეს ბიზნესი ანუ ხელფასი არ არის იმის საშუალება ეკონომიკური საშუალება იმისი რომ მოგებაც ხო უნდა იმ კაცკაც იმიტომ შემოიტანა ეს ისა მოტოციკლები იყიდა თუ ვიღაცა აწყო ხო ეს იმან ფული უნდა მოიგოს ანუ ის ხელფას რაღაც გარკვეულ წილს აძლევს ხო რომელიც არ ყოფნის ქართველ იმას რა ქვია და დასაქმებულს და ის ამაზე არ მუშაობს და რო არ მოკვდეს ვიღაცა ხო უნდა ამიტომ გავხსენი და დაახლოებით ევროპაც ხო ამ დღეში იყო შრომის ისინი აკლდა ისახები და შემოგვიდა ეკონომიკა ამიტომ მატულობს მაგრამ დემოგრაფიის ხარჯზე მატულობს იმის ხარჯზე რომ კვდება ჩემთან ქართული სახელმწიფო კვდება თორე ისე რო აიღო 100 ლარად იმუშავეს პაკისტანელი იმიტომ რომ დღეში 100 ლარი ნინო ჩათვალე რომ $30 მეტია და მას აქვს ის რომ $10 აგერ დახარჯავენ 5-6 ბიჭი ერთად არიან და მუშაობენ ამ იმაზე რა ქვია გლობოში, მშენებლობაზე ძალიან ბევრგან გამოჩნდნენ უკვე და სახში აგზავნის $20. გესმის $20 იქ პაკისტანში რო გააგზავნა დღეში 20 დიდი ფულია. ამიტომ ეს ადამიანები აქ შემოვიდნენ.
და ჩაანაცვლეს. საქართველოში კი არ იზრდება, შენ გეზდება და გეზდება. ხელფასი იგივეები დარჩა უკვე რამდენი ხანია და შეხედე პროდუქციის ფასი როგორ არის. აწეული აბსოლუტურად. რეალურად სოციალურად დაქცეულები ვართ და ამ დროს ადამიანები არიან, რომლებსაც ეს არ ეტყობათ და ვერც იგებენ. ჩვენ ახლა რასაც ვლაპარაკობთ, მათ არ ჯერავთ, ეს პრობლემა ნამდვილად არის. მე მგონი მეგობარი, საქართველოში მშიერი კაცი გინახავს მეუბნება. და გულით ჯერავს როცა პური 2.50 ეღირება აი რაზე გულით ჯერავს ეს კაის არიტყვილება და ვერ წარმოუდგენ იმიტომ რომ ის ისეთ გარემოში ცხოვრობს და ისინი როგორ გარემოში ცხოვრობენ ისინი მოსამსახურეები ყავთ ძიძები ყავთ შვილებს მანქანა ემსახურება სკოლაში წაყვანა ასე ცხოვრობენ და ხა იმათ შენ ეუბნები რომ სოციალურად ჭირს და რა ჭირს ერთით უძმახან შვენივრად უძნობენ თავს და თან ეუბნები რომ ეს უნდა წახვიდე კაცო არა ხო და არ არის ეს ცუდ შედეგება მიიყვანს თვითონ ხელისუფლებას, იმიტომ რომ არ შეიძლება ცარიელი მაცურების ქვეყანაში უმტკიცო რომ ეკონომიკური წინსვლა გაქვს, რომ გადაირია ევროპა. არა, აჩერებ. აი ეს საზღარი ევროპა იცი რა სწხოვს? ჩემ წასვლა რატო უნდა? იმიტომ რომ გომი უნდა. იმიტომ რომ აქ თქვენი თურმე დათხოვება უნდათ კაცების და ეს საზღრები არა და იცი რა არის პარადოქსი რომ მართლა ესე უნდა აი პარადოქსი ეგ არის ნახე გოჩა რომ არა და მეორე მხარეს გაიხედე ხა ევროკავშირს ჭკუა რო კონდეს ოდნავ ხო უნდა იცოდეს ელემენტარულად რომ საქართველოში ღირებულებებს არ უნდა შეეხო და ეხლა რაღაცა ცოტა გაიგეს მერცაც გეტყვი მე ევროპასთან ეგ პრეტენზია როგორც ჩემეც მაქვს დღეს ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება შეიძლება კაცო ამ ქვეყანაში და შენ როგორ ევროპელი რის ფასად ნახე გოჩა რის ფასად თუ მე ამ ღირებულებების ფასად უნდა შემიჩერო თუ მე ღირებულებები უნდა დავთმო ამის გამო ხო მაშინ იდექი რა ორი კვირა რიგში გერმანიის იმაში საერთოში და აიღე ვიზა რა ბოლო აი მას კიდე ეგ ვიზას როცა ვიზამდე დადის იცი შენ ზოგჯერ გირთყავენ ზოგჯერ არ გირთყავენ ეგრე აღარ არის რა გააჩნია ამის საპირწონე რა იქნება გოჩა ხელისუფლების გაშვებაა მეტი სხვა არ არის სინამდვილეში ნინო ესენი გეუბნებიან რომ რადგან მე ვერ ვუკეთებ ივანიშვილს და მის გარემოცვას ვერ ვუკეთებ იმას რა ქვია პერსონალური იმას რა ქვია ვერ უკეტავ სანქციებს ვერ უწესებ იმიტომ რომ ეს ყიდულობს იქ ჩემთან თუ აქვს ინტერესი წესია ისე რომ უნდა დამეთანხმოს ყველა ქვეყანა ამიტომ ერთადერთი რჩება მაშინ შენ თვითონვე დაამხე და არასწორს აკეთებენ რა დავამხო შევირიშვილო ჩემს იმას რა ქვია მოსახლეობას იქიდან სულ ძლივს რო ღაფავს რაღაცა ის მართალ ეს ერთი და მეორეც ეგერთი თვითონ ევროკავშირის მიდგომა არის ძალიან არაპროფესიონალი და მაგაზე უკვე თქვენს გამანებეთ თავი ბევრ ქვეყნებში არ არისო და მორჩა არ გეუბნები შენს ფასეულობებზე კი ბატონო ეხლა გეუბნებიან სასამართლო სისტემა გამართე ეხლა გეუბნებიან შრომის კოდექსი გამართე სასამართლოს თურმე 20-ში შევდივართ ხო შენ წარმოგიდგენია მსოფლიო რა მდგომარეობაშია ჩვენ თუ 20-ში შევდივართ აი ელემენტარული დღესაც ვამბობ გოგი კუპრეიშვილის პოლიტიკური პატიმრს ყველაფერს თავი დავანებო მისი საქმე იმიტომ რომ პოლიტიკური ინტერესი არსებობს არ გადაწყვეტილა დღემდე კი რამდენია ეს და რამდენია ასეთი ხო აქედან გამომდინარე ნუ მელაპარაკებიან სასამართლო დამოუკიდებლობას ხო და არა გეუბნება ეს სასამართლოზე მაგას გაწვება სწორედ და ფორმა მოუძებნოთ და ჩვენც მივაწვეთ მე ფორმა მოუძებნოთ რაღაცები გასაკეთებელია ნუ მივაწვეთ რასაკვირველია იმიტომ რომ ყველგან ერთ და იგივე ის არის რა ქვია პრობლემა აი რა არის იცი ამიტომ ამბობ რომ რა თქმა უნდა ხელისუფლება უნდა იცოდეს ჯერ ერთი ნორმალურ ხელისუფლებას პირიქით ნორმალური ოპოზიცია უნდა აწყობდეს რომელიც ყოველთვის გააგებინებს რომ აქ ეხა ცდები და მაგრამ აქ არ არის ეგეთი სიტუაცია აქ არის ამ დამხობაზე შენ უნდა წახვიდე და მე უნდა ხო მაგრამ ნინო აი ნახე რა სწორედ წამოწე უყურე მე რო გეუბნები შენ ხელისუფალი ხარ და გეუბნები რაღაცას რო აქ შენ ამას არასწორად დაკეთებ ეს ხომ არ ნიშნავს მე შენ გეუბნები არასწორად დაკეთებ დღესვე გეუბნები რომ გადადექი ანუ იმიტომ გეუბნები რომ გაასწორე სინამდვილეში კი მე კი გეუბნები მე შენი გადადგომა მინდა და თუ არ გაასწორებ უფრო უკეთესია ჩემთვის რა იმიტომ რომ ვიტყვი აი ეს არ გაასწორა არა ნახა იქით ამ ხარ ახლა დღეს ვინც მოიაზრება ამ დანიშნულ ოპოზიციაში სწორედ ეგ აქვს ხო რევოლუცია და გადადექი და ჩვენ მალე 3 ის როდის 4 ოქტომბერს აღარ იარსებებს ეს ხელისუფლება და რაღაცა ასეთი აქვს სხვა კიდე გეუბნები მიიყვანა აქამდე და თანაც როგორ აკეთებს ეს ცუდ შედეგს დაუდევს მათ გოჩა ეს კარგ შედეგს არ დაუდევს მიიყვანა მე პირდაპირ გაგებით გეუბნები მიიყვანა ამაში გოლი ფულსაც იხდის ვინ ეს
რაში? აი მაგაში რომ ესენი ამას იძახდნენ, რომ არ მიიღონ მონაწილეობა, რომ წავიდნენ დამხობაზე. ამაში ფულებია გადახდილი კაც. 40 მილიონი გადაუხადა ნიკა გვარამიას, რომ მიიღო მონაწილეობა, რომ დაშალოს ნაცმოძრაობა, ისევე როგორც თავი დროზე გადაუხადა კეზერაშვილის მეშვეობით, გიგაბოკერიას და იმას. ხო გახსოვს ხო ეგა? ამაშიც ფულია გადახდილი და ოღონდ ეს გაბრაზდება რაზე, იცი რომ ეს ფულს რო იხდის მე კიდე რაღაცებს სუმთლად ისე არაკეთებენ ამას რომ მოწონს. ანუ ესე იგი შენ ამბობ, რომ დასავლეთი კი არ იხდის ამაში ფულს, ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა იხდის, აბა ვინ იხდის? პირველ რიგში. დასავლეთი არა. დასავლეთიც იხდის, იმიტომ არ აქ მთელი საინტერესო პროცესები მიდის. ეს ხო იმის არ იყოს, ყველა იყიდაო ბიძინაო. ბიჭო, ყველას კიდმა თუ შეეძლო ამ ბიძინას მაშინ. ეხლა რატო ვერ იყიდულობს? იმიტომ რომ იმას ეუბნებიან, რაც სინამდვილეში მას არ აწყობს. ეუბნებიან, შენ უნდა წახვიდე, ამიტომ ვერ იყიდულობს. არ თმევენ იმ ფულს. არა, ერთი რაღაცა ნახე, გააჩნია ვინ ეტყვის შენ უნდა წახვიდე. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის მაინც, ჩვენი მოსახლეობისთვის აქვს ამას მნიშვნელობა, რაც არ უნდა ელაპარაკო. და სწორედ იმიტომ ალაპარაკებს იმათ, რომ იმათი ნათქვამი უნდა წახვიდე, ამარ გამაგდობერა. შენ ხო იმიტომ მოხვედი რომ უნდა წასულიყავი, თუ სულ გინდოდა ყოფნა. არა, შენ გინდა რა იცი, ყველა საინტერესო, იმიტომ რომ ადამიანურად მესმის. ამ დროს საერთოდ არ არის თვითონ. რას ქვია არ არის? არ არის. აი ოფიციალურად ვერ. ბიჭო, მაგას ვის მატყვილებთ? ამაშია საქმე. ვის ვატყვილებთ? იმათვის ხო შეურაცხყოფა მე რომ ტრამპი ვარ, ნინო. კაც ყურში ტყვია გამარტყეს, ამდენჯერ გავკოტრდი, ვაბჯენ ბიჭერდა, საშინელი და მსგავიარე და ამ ჭიდაობაში მოვედი და დავდექი. იქით ამ ხარეს მეორე, აი ყავს პუტინი, რომელიც ამბობს რომ მე ვირივით მუშაობდი, მონასავი 7 წელი გალერაზე ვიყავი, ესკენ, ქვეყანა ფეხზე დავაყენე, გადავარჩინე. ეხლა ეს ორი ტიპი უნდა ელაპარაკებოდეს, ეს წამოწოლილი აქვს, სადღაც ქობულეთშია თუ რა ქვია იმაში, ბობოყვათია თუ რა ქვია. შეკვეთილში, სასტუმროში დაუძახებს, აბა შენ პრეზიდენტი ხარ და შენ პრემიერი, ეხლა წახვალ იმას ელაპარაკები, ესენი უნდა შეხვდნენ ამას ელაპარაკდნენ, მე ამავე დღეს კი გავიგე, მაგრამ ეხლა ამაზე პასუხს მე ჯერ ვერ გეტყვი, წავა ამ დღეში ვარ. ისინი არ ფიქრობენ, ეს ვინ ჩვენზე კაი ტიპია, ჩვენზე მაგარი ვაჟკაცია, ჩვენზე დიდი ფული აქვს, ჩვენზე უფრო ჭკვიანია. ჩვენ დილის საათზე აქ უნდა დილას დავერჭოთ და ვუშაობდეთ და ეს სამოწოლელი აგერ ვიღაცები დანიშნა. ხო, აი ტრამპი და პუტინი სულ მაგაზე ფიქრობენ, აი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც სამოწოლილია შეკვეთილში, კაი გოჩარა. ასე უყურებენ ნებისმიერს, მაგას არ ფიქრობენ ეგრე. ისე ხო იცი ტრამპზე გამახსენდა, ეხა ვენესუელას კი დაემუქრა. აბა რას იზავს? თუმცა მე ნარკოტიკები მანდარი ჩინურუსული ცარი და ყველაფერი ცარი, მაგრამ უფრო პოლიტიკაა ჩინურუსული გავლენა. ჩინური და რუსული. ჩინელებმა და რუსებმა მოიყვანეს, ხო? რუსულ გადაარჩინეს ის არ მოიყვანეს. კი ბატონო, ხო. ახლა როგორ ფიქრობ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ ხელა ფული აქვს ჩადებული. აქ თავის წილად რაც მიაქვს კიდევ ყველაფერს ბანკები რა ქვია 10% აქვს რა ქვია იმას TBC ბანკს რა ქვია ქართულ მხარეს. დანარჩენი იმათი ფულია. ეს ფული რაც აქ ტრიალებს, იმათი აქვს. რომათ მიაქვს საქართველოსთან რა. ხო აშენდნენ ისინი და მილიონერები არიან და როგორ აქვს. წარმოდგენელი გაქვს ხო რამდენი გაქვს. ამ ყველაფერს დათმობენ და ვიღაცა სხვას მიცემენ. აი მე მეორე რამესაც გეტყვი, ამან ერთ რამეში. მოიცა, ამიტომ რა უნდა ვქნათ ახლა? ვიღაცა სხვა ვის მოიაზრებს, სხვა ვინ შეიძლება იყოს. ისინი არ დათმობენ ამას. რას? საქართველოს მათთვის ეკონომიკურად არის მათ მიერ მოპოვებული, მათ მიერ ფეხზე დაყენებული და მათ მიერ კონტროლირებადი ტერიტორია. აქ ყველაზე მთავარი ეხლა რა არის? იმაში რა ქვია, ასლან აბაშიძეს იმაში ხარ ნამუშევარი. რაზე არსებობდა აჭარა? საბაჟოთი. იმ გასული ტვირთით, რომელიც დანარჩენი საქართველოსთან გადიოდა თურქეთში და თურქეთიდან შემოდიოდა აქ. მებაჟე ვინ იქნება ამ ტერიტორიაზე მაგის გამოა ჩხუბი, რუსიც, ამერიკელი, ჩინელიც, ევროპელიც და ვინც კი ვინმე იშოვნება, სულ ყველა მაგაზე ჭიდაობს აქ. ხო, მაგრამ ცოტა გლობალურად უნდა შეხედო ამ პროცესს, იმიტომ რომ ნახე რა არის გლობალურები და დათმობს ის იშვიათი სიტუაცია. რუსის და ამერიკელის ინტერესი ორივეს თუ არ არის გათვალისწინებული. როგორ დათმობს? და მაგას არ დათმობს და რუსეთი როგორ ფიქრობს კავკასიას დათმობს? კავკასია რუსეთს დათმობილია. ნახოთ. კავკასიას სხვა რამეზე ლაპარაკობთ, თათო ვისი თავით აქ იმასაკენ იმისი არ იყოს, როგორ ენდობა შეურაცხყოფას აყენებენ ხოლმე, როგორ ენდობა ტრამპი იმას პუტინს, აი ენდობა რისი თავით აქ იმ ხელაზე მიდის, რისი ძალაც აქ იმას აკეთებენ, არავის არ ენდობა, ცოლს თუ ენდობიან კაია. კი, მაგრამ გოჩა ნახე როგორი სიტუაცია, 1000 წელიწადში ერთხელ შეიძლება მოხდეს, რომ გარკვეულწილად შენი და რუსეთის ინტერესები ემთხვევა
მოთხოვდეს. განა იმიტომ რომ შენ გიყვარს რუსი ან რუს უყვარს. რა შეემთხვევა? ემთხვევა სიტუაციაში, იმიტომ რომ ის რომ შენ მეტნაკლება დამოუკიდებლობა შეინარჩუნო, ეს დღეს სამწუხაროდ თუ სასიხარულოდ რუსეთს აწყობს, იმიტომ რომ მისთვის ეს დამოუკიდებლობა პროცენტებში გავყოთ რა, ნინო ბიზნესით შევხედოთ, ესენი ბიზნესმენები არიან სულ ყველა. ვაფშე ახლა ვინც არიან? მე არა ვარ ბიზნესმენი. სოფლიოში პოლიტიკოსები. მე პოლიტიკურად გეკითხე. ბიზნესიდან გამოდიან, ოღონდ ბიზნესმენები ეს ბიზნესმენად დარჩა. აი ნახე გოჩა, დრო ამოიწურა. ორ წუთში იმას ვისაუბრ და გეტყვი. აქ იყოფა სინამდვილეში რაზე წილებზეა ლაპარაკი. ოღონდ კიდევ შესრულება აქვს ამას ცუდი, თორე 50% რო თქვა ფოთის სპორტზე, თუ 51% რო თქვა ფოთის სპორტზე, ეს სწორია. ოღონდ შესრულება აქვს საშინელი. ვის ეჭიდავები და როგორ? ამერიკელთან კარტე ჯდები შარვალ ჩახდილი, კაცო. როცა დემოკრატია გამოფატრული, ევროპასთან გამოფატო იმათთან ჯდები გახდილი და ამასთან ჯდები იქით ამ ხარეს რო გახდილი გაქვს, ამას თავიდან ბოლომდე ხელში კოზირები უჭირავს. ტვინი ხო უნდა გაანძრიო, ამაზეა ლაპარაკი. შენი ფული პუტინი თუ ის რო ჩემი ფულია, ბიზნესის ფულია. ნახეთ რა ვუსურვოთ რო ტვინი გაანძრიოს ხელში. არა, ას გაანძრიოს გაჩერდა. ხო და თან გარდა ამისა ეს უკვე ამას აღარ ეშვა. უნდა შეეგუოს რომ ეროვნული ძალები მოვიდნენ. ვერ მოვლენ ეროვნულ ძალებს ურთულესი მდგომარეობა გვექნება. ურთულესი, იმიტომ რომ ესენი წააგებენ ახლა მაქსიმუმ მე წელიწადში. ვინ წააგებს? ქართული ოცნება ამთავრებს კაცო, ამ ქათამს თავი წაჭერილია. ამ არჩევნებს წააგებს? არა, რაც ეს რა შუაშია. მე გეუბნები, ანამ შემოდგომაზევე იქნება ეს ძალიან მალე. ახლა არის ამის. ანუ შენ იმედი მაინც ფიქრობ, რომ ეს რაღაც დამხობის ვარიანტი იქნება? დამხობამდე კიდე ექნება ერთი შანსი, რომ თავისი გარანტიები მასაქნას და ისე გაიციოს. მაგრამ თუ ეს ახლა გეუბნები, ახლა არ მაქვს იმედი, თუმცა ამის მონაცემები არის. ერთ წელიწადში 26-ში როცა არჩევნები ტარდება სომხეთში და უნდა გაირკვეს კავკასია სად რჩება, 26-ში დამთავრებული იქნება. ხო, ამიტომ უნდა გაირკვეს ჯერ კავკასია სად რჩება. იმიტომ რომ იქ უკვე ცოტა სხვა ძალებია და თურქმა ის რო გაბედა, რომ აქ უკვე შემოვიდა იმაში კავკასიაში, ეს ნიშნავს, რომ რუსი რამეს ითმენს კი არა, რისი თავიც აქ იმას აკეთებს. ნახოთ. როგორ განვითარდება მოვლენები და ამას კიდე ახალი გადაცემა ჭირდება, იმიტომ რომ დრო ამოიწურა. დიდი მადლობა გოჩა საინტერესო მსჯელობისთვის. მე ცოტა ხანში უკვე მორიგ სტუმართან, ალექსანდრე რუსეცკისთან ერთად დაგიბრუნდებით დროებით.